მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ლორდ კიფანიძის ვლოგს. გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი, რადგან როგორც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობთ. სულ რამდენიმე საათში ცნობილი გახდება ის თუ ვინ იქნება ნიუ-იორკის მერი. ნიუ-იორკში მერის არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ძალიან ბევრ რაიმეს გადაწყვეტს, როგორც შეერთებული შტატების პოლიტიკაში, ასევე შეიძლება ამ არჩევნების შედეგებმა ბიძგი მიცეს არაერთ უმნიშვნელოვანეს პროცესს მთელს მსოფლიოში. მოკლედ, დღეს ჩვენ ნიუ-იორკის მერის არჩევნების თაობაზე ვსაუბრობთ. საკითხი პირველი, რომელიც უნდა განვიხილოთ, გახლავთ ის თუ რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი. ბევრი ფაქტორის გამო არის ნიუ-იორკის მერის კენჭისყრა გამორჩეული. პირველი არის გახლავთ ის, რომ ერთი წელი გავიდა ფაქტობრივად დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებიდან. ერთი წელია ის თავის პოლიტიკას ატარებს და არავინ სერიოზულად, მობილიზებულად ასე ვთქვათ, საკუთარი ძალის დემონსტრირების კვალდაკვალ მას არ დაპირისპირებია. ცდილობენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის გაწევას, არის სხვადასხვა მარშები შეერთებულ შტატებში, მაგალითად, არა მეფეს, აი ამ სახელწოდებითაც არაერთი სერიოზული დიდი დემონსტრაცია გაიმართა, მაგრამ რაღაც ერთი ფიგურა, ერთი დიდი მოძრაობა ტრამპს არ დაპირისპირებია ჯერ, ესე ძალუმად და ასე ვთქვათ, გამორჩეულად და აი ეს არჩევნები ქმნის შესაძლებლობას, რომ აი ეს ტრამპის მმართველობის სტილს ვიღაცამ, ასე ვთქვათ, ვიღაც ამ ტრამპის მმართველობის სტილს, ანუ ეს არჩევნები ქმნის შესაძლებლობას, რომ ვიღაც ტრამპის მმართველობის სტილს, ტრამპის მმართველობას ორგანიზებულად დაუპირისპირდეს. მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ არჩევნების შინაარსს განსაზღვრავს, ნიუ-იორკი ჩვეულებრივი ქალაქი არ არის, ის მსოფლიოს დედაქალაქია, ის მსოფლიოს კომერციული ცენტრია, ის შეერთებული შტატების ერთ-ერთი კი არა მგონი მთავარი ქალაქია, მრავალ სხვათა შორის მას ნამდვილად პირველი ადგილი უჭირავს და შესაბამისად ნიუ-იორკის არჩევნები ხშირად განსაზღვრავს ხოლმე ტენდენციებს შეერთებული შტატების შიგნითაც და შემდეგ მთელ მსოფლიოშიც და ასე რომ აი ამ დიდ ქალაქში მიღებული გადაწყვეტილებები, ასე ვთქვათ, ამ ქალაქშივე არჩება და მას დიდი ექო აქვს მოკლედ შეერთებულ შტატებშიც და პლანეტის ყველა მხარეზეც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ არჩევნებს გამოარჩევს, გახლავთ ის, რომ ნიუ-იორკი დემოკრატიული პარტიის მთავარი ციხესიმაგრეა. შესაბამისად, აი ამ ქალაქის განვითარებაზე, ამ ქალაქის მმართველობის ფორმაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თვითონ დემოკრატიული პარტიის შიგნითაც. შეიძლება ნიუ-იორკის არჩევნებმა განსაზღვროს ბედი იმისა, თუ როგორი იქნება მომავალში შეერთებული შტატების ოპოზიცია და როგორ აწარმოებს იგი ბრძოლას ავტორიტარიზმისკენ, მეფობისკენ, ერთმმართველობისკენ, ულტრაკონსერვატიზმისკენ მიდრეკილი პრეზიდენტის წინააღმდეგ. და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი არის თვითონ ნიუ-იორკი დონალდ ტრამპისთვისაც, აქ დაირწა მისი ბიზნესის აკვანი, აქ იქცა იგი ექსცენტრიულ ფიგურად, რომელმაც შემდეგ საყოველთაო პოლიტიკური პოპულარობა მოიპოვა და ტრამპისთვის მეორე ხარისხოვანი არ არის მის, ასე ვთქვათ, მშობლიურ ქალაქში როგორი განლაგება იქნება და როგორი პოლიტიკური ლანდშაფტი შეიქმნება და რაც მთავარია მომავალ წელს არის, ასე ვთქვათ, შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები. ეს შუალედური არჩევნები იქნება თვითონ ტრამპისთვის ეგრეთ წოდებული გერმანელები ამბობენ შტიმუნგსტესტ, ანუ განწყობის ტესტი, ანუ როგორ ჩატარდება ეს შუალედური არჩევნები, აი ამის ტენდენციები შეიძლება სწორედ ქალაქის მერის, ნიუ-იორკის მერის კენჭისყრაზე გაირკვას. ასე რომ მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ნიუ-იორკის კენჭისყრა. მოდით ახლა ვისაუბროთ ნიუ-იორკის არჩევნების
მთავარი კანდიდატების შესახებ. მოდით თავიდან დავასახელოთ ის კანდიდატები, რომლებიც მაინც და მაინც საინტერესოები არ არიან. ერთ-ერთი გახლავთ ბატონი ენდრიუ კუომო, ეს კაცი გახლდათ ნიუ-იორკის გუბერნატორი, შტატის გუბერნატორი, წარმოადგენს დემოკრატიული პარტიის ისტებლიშმენტს, მან დემოკრატიული პარტიის პრაიმერიში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მაინც მიდის, ასე ვთქვათ, ბრძოლის ველზე და მაინც დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში აპირებს მოპოვებას, პოპულარობის მოპოვებას და ნიუ-იორკის მერის სავარძელში მოკალათებას. ძალიან წინააღმდეგობრივი ბიოგრაფიის კაცი არის, უამრავი ქალი მას ადანაშეულებს იმაში სექსუალურ შევიწროებაში და რაღაც ამაზრზე ნახორცქმედებებში. ამასთანავე ბატონი კუომო ასოცირდება კორონავირუსის დროს, ესე იგი საზიზღარ მენეჯმენტთან, ესე იგი გახარია მასთან შედარებით, შეიძლება მენეჯმენტის მეფედ მოიხსენიოთ, ისე საშინლად, ასე ვთქვათ, წარმართა კორონა პანდემიის პრევენციის პროცესი ნიუ-იორკის შტატში ამ კაცმა და არის თავიდან ბოლომდე ასოცირებული აი უკვე გამეფებულ ისტებლიშმენტთან, დაკავშირებული არის მსხვილშემომწირველებთან, დიდართა ფენებთან და კლასებთან და რაც მთავარია დონალდ ტრამპი ვნებით, აღფრთოვანებით უჭერს მას მხარს სხვათა შორის რესპუბლიკელ კანდიდატზე. მეტად იგი კუომოს გულშემატკივრობს, იმიტომ რომ პრეზიდენტ ტრამპის თქმით, კუომოს შანსი აქვს, ხოლო წითელბერეტიან კურტის სლივას, რესპუბლიკელების რჩეულს, იგი უშანსოდ მოიხსენიებს, რომ მას შანსი არ აქვს, რომ ნიუ-იორკის მერი გახდესო. გადავიდეთ ლოგიკურად მეორე კანდიდატზე, მეორე კანდიდატი გახლავთ ბატონი კურტის სლივა, ძალიან სასაცილო კაცი, თავზე წითელი ბერეტით, ეს რაღაცა ნიუ-იორკელი კონსერვატორის იმიჯით, ესე იგი მის მიერ არის დაარსებული ორგანიზაცია Guardian Angels, ესე იგი როგორ ვთარგმნოთ ეს მცველი ანგელოზები, ეს არის ფაქტობრივად საპოლიციო დაჯგუფება, ოღონდ იარაღის და ოფიციალური სტატუსის გარეშე დადიან ნიუ-იორკის მეტროსადგურებში, ესე იგი კრიმინალურ უბნებში და მათი მთავარი ამოცანა არის კრიმინალის პრევენცია, ხო? ანუ ეს არის ერთგვარი სახალხო მილიციის, შეუიარაღებელი სახალხო მილიციის მეთაური ბატონი სლივა, იგი სხვათა შორის სლივაც და კუომოც ასაკში არიან, თუ არ ვცდები სლივა 54 წელს არის დაბადებული, 67 წლის არის თუ 68 წლის ბატონი კუომო და მოკლედ შედარებით ჭარმაგი კანდიდატები არიან ისინი. აი სლივას მთავარი, ასე თქვა, თეზისები უფრო ეფუძნება ეგრეთ წოდებულ law and order პოლიტიკას, ანუ მკაცრი ხელის, მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ხედვას. ესეთია ეს კანდიდატი, სხვათა შორის უფრო პოპულარული არის რუსულენოვან მოსახლეობაშიც ნიუ-იორკის და მე მახსენდება ერთი ვიდეო, რომელიც ცნობილმა ამერიკანისტმა და ამერიკელმა პროფესორმა გამომიგზავნა, ქართული წარმოშობის ამერიკელმა პროფესორმა გამომიგზავნა. Пугались! Какого-то 33 на этой земле 5786 лет. Чего вы испугались? Какого-то 33-летнего идиота-социалиста. Не бойтесь, голосуйте. Голосуйте не против, голосуйте за Кертиса Сливу. Это наш кандидат. Это человек, который починит все в этом городе, включая этот чертов бардак, который уже пора починить. გადის იგი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბულვარში, სადაც რუსულ ენაზე იქ შეკრებილ ადამიანებს მოუწოდებენ, რომ ახალგაზრდა კანდიდატის ნაცვლად უნდა ავირჩიოთ ძველგაზრდა კანდიდატი, რომელიც გამოცდილია, რომელმაც იცის ნიუ-იორკს რა ჭირდება, რომელიც უფრო მეტად მოულის და ხელს გაუმართავს ამ ქალაქის მკვიდრ ქრისტიანულ მოსახლეობასო და ახლობით ამ თეზისებს ღაღადებენ აი ამ სულელობის დროს. და ლოგიკურად გადავიდეთ მესამე კანდიდატზე, რომელიც ჩვენი დღევანდელი
ვლოგის მთავარი თემა გახლავთ. მესამე კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ კურტის სლივას მსვლელობის მონაწილეები, რომ ის ახალგაზრდაა, გამოუცდელია, მას არაფერი გამოუვა, გახლავთ ბატონი ზოჰრან მამდანი. კარგად დაიმახსოვრეთ ეს სახელი, მომავალი წლების განმავლობაში ბატონი ზოჰრან მამდანი იქნება ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი ფიგურა მსოფლიო პოლიტიკაში თუ არა შეერთებული შტატების პოლიტიკაში და მე მგონია რომ იგი იქცევა შთაგონების წყაროდ არაერთი სერიოზული ძლიერი მემარცხენე მოძრაობისა მთელს მსოფლიოში. მოდით ახლა სწორედ ზოჰრან მამდანზე დავიწყოთ საუბარი. ზოჰრან მამდანი. მოდით ავუხსნათ ქართულ საზოგადოებას თუ ვინ არის ეს ახალგაზრდა კაცი. აი ჩამოწერილი მაქვს რამდენიმე მთავარი პუნქტი მისი ბიოგრაფიიდან. ზოჰრან მამდანი 34 წლის. დაიბადა უგანდაში. მისი მშობლები არიან ინდოელები. სხვათა შორის ძალიან ცნობილი პროფესორია და ავტორია მამამისი, რომელიც სხვათა შორის კოლონიალიზმის კვლევებშიც მნიშვნელოვან სახელს წარმოადგენს და ასევე ძალიან გავლენიანი და სერიოზული დედა ყავს ბატონ ზოჰრან მამდანის დედამისი მგონი რეჟისორია, რომელიც ოსკარზეც იყო მგონი მისი რომელიღაცა პროდუქცია თუ კოპროდუქცია წარდგენილი, ხო, ასე რომ ინტელიგენტი მშობლების შვილია. უგანდაში დაიბადა, ინტელიგენტი ინდოელი მშობლები ყავს. 7 წლის ასაკიდან იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს, მაგრამ მხოლოდ 2018 წელს გახდა ზოჰრან მამდანი შეერთებული შტატების მოქალაქე და ესეც აი ამ ქვეყნის ერთ განსაკუთრებულ თვისებას უსვამს ხაზს, რომ 2018 წელს მოქალაქეც არ იყო და 2025 წელს ქვეყნის მთავარი ქალაქის მეთაური შეიძლება გახდეს. ხო, ეს ამერიკული ოცნება მგონი არსებობს, მაგრამ ცხადია ერთეულებისთვის და არა ყველასთვის. ბატონი ზოჰრან მამდანი არის შტატის ასამბლეის წევრი, ანუ შტატის დონეზე პარლამენტის ქვედა პალატის წევრი და ესე იგი მას კიდევ გამოარჩევს ის, რომ გახლავთ დემოკრატი სოციალისტი. იგი გახლავთ ამერიკის დემოკრატი სოციალისტების წევრი, ამ ასოციაციის წევრი, წარმოადგენს დემოკრატიული პარტიის ყველაზე პროგრესულ ფრთას. და ესეც იშვიათობაა, რომ სოციალისტი კანდიდატები აღწევენ შეერთებულ შტატებში წარმატებას, თუ არ ჩავთვლით ჩვენ უძვირფასეს განუმეორებელ ბერნი სანდერს, რომელიც ბაბუაჩემს სულიკოს მეგობარი მგონია, ისეთი ახლობელი არის თავისი ხედვებით, იდეებით, ადამიანობით, ჩემთვის და ჩემს სირგულემყოფი ადამიანებისთვის და თქვათ მეორე სოციალისტი ცნობილი გავლენიანი გახლავთ კონგრესის წევრი ქალბატონი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი. აი მათ ფონზე უკვე ზოჰრან მამდანი არის მესამე სოციალისტური ვარსკვლავი, რომელიც შეიძლება შეერთებული შტატების თავზე ამოვიდეს. რა შეიძლება ითქვას კიდევ ზოჰრან მამდანიზე? რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი მას დემოკრატ სოციალისტად არ მოიხსენიებს. იგი პირდაპირ ლანძღვაგინებაზე გადავიდა, შეტევაზე გადავიდა, შეურაცხყოფაზე გადავიდა და არაერთხელ უწოდა მას კომუნისტი და ისიც განაცხადა, მე უფრო ლამაზი ვარ, ვიდრე ბატონი ზოჰრან მამდანია. ზოჰრან მამდანი არის ბერნი სანდერსის თაობის წარმომადგენელი, ანუ როცა ბერნი თავისი პროგრესული დღის წესრიგით შეიჭრა სოლივით ამერიკულ პოლიტიკაში, სწორედ იმ კამპანიების დროს აქტიურობდა ბატონი მამდანი, მაშინ გახდა იგი პოლიტიკური აქტივისტი. ზოჰრან მამდანს აქვს სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება, ანუ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სოციალურ, ფსიქოლოგიურ პრობლემასთან, რომელიც შეიძლება მსოფლიოს ყველაზე დიდ ქალაქში ადამიანებს ჰქონდეთ, აი ამ პრობლემებთან ზოჰრან მამდანის შეხება ჰქონია. და ბოლო, რაც შეიძლება ვთქვათ მისი პერსონის შესახებ,
გარდა იმისა, რომ დონალდ ტრამპზე გაცილებით უკეთ გამოიყურება, გახლავთ ის, რომ ზოჰრან მამდანი წლებია, როგორც ასე ვთქვათ, ასამბლეის წევრობისთვის წარმოებულ კამპანიაში, ასევე მერობისთვის წარმოებულ კამპანიაში აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს. იგი გახლავთ TikTok ვარსკვლავი, არის Instagram Reels-ების ვარსკვლავი, Facebook-ი და როგორც ვალერი გელბახიანი იტყოდა, ყველა სოციალურ ქსელებში, Instagram-ი იქნება ეს თუ YouTube-ი, ყველაში ძალიან აქტიურია და მოწინავე, ასე ვთქვათ, პოზიციები აქვს ნახვების თვალსაზრისით მის ვიდეოებს, არა მხოლოდ თავის კონკურენტებთან შედარებით, არამედ რა ვიცი, მთელს ნიუ-იორკში, სადაც უამრავი შინაარსის ვიდეო ვრცელდება ხოლმე. მეგობრებო, მოდით ეხლა ვისაუბროთ, იცით რომელ საკითხზე, თუ რა მოთხოვნებით გამოდის ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის მერის არჩევნებზე. მისი დღის წესრიგი არის მთლიანად დემოკრატიული სოციალიზმის ფასეულობებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული, ხო? შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ზოჰრან მამდანის პროგრამა არის სოციალ-დემოკრატიული პროგრამა. ზოგიერთი ავტორი მის პროგრამას უწოდებს, რომ ეს არის მანიფესტო, რომელიც დაფუძნებული არის ეგრეთ წოდებულ bread and butter issues, ხო, არის პურის და კარაქის, ან ყოფით საკითხებზე, სოციალურ საკითხებზე დაფუძნებული პროგრამა. და მოდით ჩამოვთვალოთ რამდენიმე პუნქტი და ამ პუნქტების ჩამოთვლის კვალდაკვალ აღმოვაჩენთ იმას, რომ ნიუ-იორკის პრობლემები ჩვენთვის, საქართველოსთვისაც, თბილისისთვისაც შეიძლება ძალიან აქტუალური იყოს. პირველი და მთავარი მოთხოვნა, რომელითაც გამოდის ზოჰრან მამდანი, გახლავთ ეს უფასო, სწრაფი, სუფთა, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ძირითადად აქ ავტობუსებზეა საუბარი და მე მგონი მსოფლიოს უმდიდრეს ქალაქს, სადაც უამრავი ტრილიონი დოლარი ტრიალებს, არ უნდა გაუჭირდეს შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში უფასო და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნა. მეორე და მთავარი პუნქტი გახლავთ ის, რომ იბრძვის ზოჰრან მამდანი ოჯახების, ასე ვთქვათ, მუშათა კლასის ოჯახების დასახმარებლად და მისი მთავარი მიზანია, რომ ამ ოჯახებს გვერდით ამოუდგეს და შეუმსუბუქოს ტვირთი. მაგალითად, შეუმსუბუქოს შვილების აღზრდის ტვირთი, როგორ შეიძლება სახელმწიფომ შვილების აღზრდის ტვირთი შეუმსუბუქოს ოჯახს, ხო? თვითონ ოჯახში შიგნით ხო ვერ შევა და რაღაც საქმეებს ხო ვერ გააკეთებს, რა თქმა უნდა, ეს მას გაუჭირდება, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მას შეუძლია შექმნას მაღალი რანგის ხელმისაწვდომი საბავშვო ბაღები, რომლითაც, ასე ვთქვათ, შეეშველება დასაქმებულ და ასე ვთქვათ, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე მზრუნველ ქალებსა და მამაკაცებს. და ის სწორედ საბავშვო ბაღების რეფორმის საკითხი და ხელმისაწვდომი მზრუნველობა ბავშვებზე, ეს არის ზოჰრან მამდანის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. უფრო შორსაც მიდის ინდოელი მშობლების ოჯახში დაბადებული უგანდელი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკის მერობისთვის იბრძვის, ამერიკის მოქალაქეა და სირიელი ცოლი ჰყავს და იგი გამოდის ინიციატივით, რომ ნიუ-იორკში მინიმალური ხელფასი $30-მდე გაიზარდოს. ხო, ეს არნახული თანხაა, შეიძლება ამისი მიღწევა ძალიან გაძნელდეს, მაგრამ როგორც თამასა, საზომი, სანიშნე, გეზის მაჩვენებელი კომპასი ძალიან მნიშვნელოვანი არის შეერთებული შტატების და არა მხოლოდ შეერთებული შტატების, მთელი მსოფლიოს ღარიბებისთვის და დასაქმებულებისთვის, რომ აი ვიღაცა არის, რომელიც ფიქრობს, რომ 1 საათში ადამიანი თავისი შრომისთვის მინიმუმ $30 მაინც იმსახურებს. გამოარჩევს ზოჰრან მამდანს ასევე კიდევ ერთი ინიციატივა, იგი მხარს უჭერს
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სუპერმარკეტების ქსელის შექმნას, სადაც ადამიანები შეძლებენ რომ მიიღონ იაფად იყიდონ პირველადი მოხმარების საგნები. Როგორც მე ვკითხულობ, ნიუ-იორკში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოთქვამს იმაზე, რომ პირველადი მოხმარების საგნები ძვირდება და მათ ხელფასთან შედარებით აი ამ პირველადი მოხმარების საგნების ფასი ძალიან დიდია, ხო? ამიტომ ეს ქსელი, რომელსაც მუნიციპალიტეტი შექმნის, მოგებაზე ორიენტირებული არ იქნება, პირიქით იგი მოგების გარეშე, პროფიტის გარეშე იმუშავებს და ამით ფასებს შეამცირებს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რაც ბუნებრივია ღარიბი მოსახლეობისთვის იქნება შვება და ამოსულთქვა. ზოჰრან მამდანის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა გახლავთ ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ყველას. იგი მიიჩნევს, რომ სახლი შინყოფნის განცდა არ შეიძლება ბაზრის, ასე ვთქვათ, იმპულსებს დაემორჩილოს. ზოჰრან მამდანი მიიჩნევს, რომ სახლი და ბინა ეს არის ადამიანის უფლება, ღირსეული საცხოვრებელი არის ადამიანის უფლება და არა პრივილეგია, ამიტომ იგი გამოდის ინიციატივით, რომ მსხვილ ბინათმფლობელებს დაუწესოს ქირის ზედაზღვარი, დაარეგულიროს ბინების ფასი მსოფლიოს მოწინავე ქალაქში, გააიაფოს ამით უამრავი ადამიანისთვის საცხოვრებლის ღირებულება. ამავდროულად მისი ინიციატივა არის 200,000 ახალი საცხოვრებელი ბინის აშენება ამ ქალაქში და რა თქმა უნდა ამ ინფრასტრუქტურის განვითარებასაც იგი გეგმავს ხელმისაწვდომობის კრიტერიუმის გათვალისწინებით, რათა ადამიანებს წვდომა ჰქონდეთ ღირსეულ საცხოვრებელზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დაგეგმა ძალიან რთულია, ჭირდება გარკვეული რესურსები, ამიტომ ზოჰრან მამდანი ცხადია, როგორც ყველა მემარცხენე მსოფლიოში, მომხრეა უმსხვილესი ბიზნესისთვის და უმსხვილესი მესაკუთრეებისთვის, მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის გადასახადების გაზრდით, რათა იქიდან გათავისუფლებული ფულით სწორედ აი ეს საბინაო პრობლემის გადაწყვეტა დაიწყოს, უფასო ავტობუსებისა და საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა შეძლოს და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ მამდანის პროგრამა თბილისსაც შეესაბამება, ჩვენც გვჭირდება უფასო თუ არა, გაცილებით უფრო იაფი, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თბილისშიც ესე იგი საბავშვო ბაღების პრობლემა არის და გვჭირდება გაცილებით უფრო მეტი და უკეთესი საბავშვო ბაღი, რათა ოჯახები გავაძლიეროთ. თბილისშიც ურიგო არ იქნება თუ პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები დარეგულირდება მუნიციპალური სუპერმარკეტების ქსელით ის საშუალებით. თბილისსაც ძალიან ჭირდება ის, რომ ბინა ღირდეს, რა ვიცი, $30,000 ან $40,000 და არა $100,000 და $70,000 და ადამიანებს ნორმალური კრედიტების საფუძველზე შეეძლოთ ღირსეული საცხოვრებლის მოპოვება. ასე რომ ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული არა მხოლოდ ნიუ-იორკის პრობლემებთან, არამედ მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქის პრობლემებთან. და ბოლო საკითხი, რომელსაც ჩვენ შეიძლება ხაზი გავუსვათ, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ბატონი მამდანის პოლიტიკური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, გახლავთ პალესტინის საკითხი. მერე რა? რომ მუნიციპალურ არჩევნებში იყრის კენჭს. ყველა არჩევნები მაინც არის ერთგვარი ველი, სადაც პოლიტიკოსები თავიანთ ღირებულებებს წარადგენენ. თავიანთ პოლიტიკურ ხედვებზე, პრიორიტეტებზე, მრწამსზე ამახვილებენ ყურადღებას. და ზოჰრან მამდანი ძალიან აქტიურად მხარს უჭერს პალესტინელ ხალხს, ხარს უჭერს პალესტინელი ხალხის სახელმწიფოებრიობას. ღაზაში მიმდინარე მოვლენებს უწოდებს გენოციდს. მოითხოვს ბენიამინ ნათანიაჰუს, ასე ვთქვათ, გასამართლებას.
აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნებია, ძალიან ზუსტი შეფასებებია და რა თქმა უნდა, ოპონენტები ბატონი მამდანის ამ ხედვას იყენებენ მის გასაშავებლად. კერძოდ ამბობენ, რომ რადგან მამდანი არის მუსლიმი, იგი ცდილობს მუსლიმი ამორჩევლების გულის მოგებას, მხარს უჭერს რადიკალურ ისლამისტურ გამოვლინებებს მსოფლიოს მთავარ ქალაქში და აღვივებს ანტისემიტიზმს. მაგრამ არაერთხელ მამდანიმ დაამტკიცა თავისი კამპანიის დროს, რომ მისი ზრუნვის საგანი იქნებიან ასევე ნიუ-იორკელი ებრაელები. არაერთხელ მან დააფიქსირა თავისი პატივისცემა ნიუ-იორკელი ებრაელების მიმართ და არაერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაც იქნება მისი პრიორიტეტი. ანუ როგორც ხდება ხოლმე ყველგან, თუ შენ აკრიტიკებ ბენიამინ ნათანიაჰუს ხელისუფლებას და პალესტინის სახელმწიფოებრიობას მხარს უჭერ, ესე იგი ხარ ანტისემიტი და დუში მოგდის და ხარ ეს, რა ქვია, ჰიმლერის დეიდაშვილი და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ნაცადი ტექნიკა, რომელსაც იყენებენ. ან ხარ ისა, რა ქვია, ტერორისტი, რომელსაც შახიდის ქამარი გიკეთია და გამოიცროფ იმას ყუმბარას, იქიდან რა ქვია, ჯიბიდან და აპეთქებ ყველას. აი ესეთი დისკრიმინაციული არ ადამიანური და უღირსი დამოკიდებულება ჩვენ ყველგან შეიძლება აღმოვაჩინოთ, ხო? ამას წინადაც ხო გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მუხამედიო, ეს რასაშინელი სახელიაო, ბავშვებს არქმევენ ევროპაშიო და არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ ისლამი ქართული კულტურის ნაწილია უკვე მრავალი საუკუნეა და მრავალი საუკუნეა ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მუჰამედები, ხო? ასე რომ ესეთ პარალელებთანაც გვაქვს საქმე. ზოჰრან მამდანს შეუძლია დიდი რევოლუციის მოწყობა. რევოლუციისა, რომელიც შეცვლის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამერიკულ პოლიტიკურ დღისწესრიგსაც და მსოფლიო პოლიტიკურ დღისწესრიგსაც. აი თუ ჩვენ ბერნი სანდერსს დავუჯერებთ, სენატორი სანდერსი ამბობს, რომ თვითონ ამერიკის დემოკრატიულ პარტიაში შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი ტენდენცია. არიან ელიტის, ისტებლიშმენტის წარმომადგენლები, უკვე კარგად დაფუძნებული პოლიტიკური კლასის წევრები, რომლებსაც პოლიტიკის კეთება ჰგონიათ მსხვილ შემომწირველებთან კომუნიკაცია, მათგან ფულის მოპოვება, ამ მოპოვებული ფულის საფუძველზე რომელიღაცა მაღალ კვალიფიციურ პოლიტიკურ პროპაგანდისტულ მანქანას და რეკლამის შეკვეთა. ამ რეკლამის საფუძველზე ადამიანების მოტყუება და ამ მოტყუების საფუძველზე ხელისუფლების შენარჩუნება, ხო? ანუ ჩვენ გვყავს შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის შიგნით ისტებლიშმენტი, რომლისთვისაც მთავარი საკითხი არის ფულის მობილიზება და ფულის მობილიზების საფუძველზე ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მათი მთავარი ამოცანა არის ამ ძალაუფლების შენარჩუნება არსებული სტატუს-კვოს პირობებში, საერთო პოლიტიკური სტატუს-კვოს პირობებში. მაგრამ იმავე შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის შიგნით არიან ისეთი ფიგურები, როგორც გახლავთ ბატონი ზოჰრან მამდანი, რომლის მიზანი მხოლოდ ძალაუფლება არ არის, რომლის პირველადი მიზანი ძალაუფლება არ არის და რომლის პირველადი და მთავარი ამოცანა არ არის საქმეების დაალაგება იმასთან, რა ქვია, მსხვილ შემომწირველებთან და ეკონომიკური ძალაუფლების მწვერვალებთან. ზოჰრან მამდანის მთავარი ამოცანაა სახალხო მობილიზაცია. ამ მობილიზაციის საფუძველზე ძალიან მცირე, მაგრამ ძალიან მცირე შემომწირველების, მცირე რიცხოვან თანხას მცირე თანხებს შემოგწირავენ. აი ეგეთი მილიონობით ადამიანის მობილიზება და ამ სახალხო მობილიზაციის კვალდაკვალ არამხოლოდ ძალაუფლებაში მოსვლა, არამედ პოლიტიკური ტრანსფორმაცია შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემისა. მარსადამე დემოკრატიული პარტიის შიგნით მიმდინარეობს ბრძოლა აუტსაიდერებს და თვითონ აი ამ ისტებლიშმენტს შორის. და აი ამ აუტსაიდერებს შორის
ძალიან დიდი ხანია პოპულარული გახდნენ დემოკრატი სოციალისტები. ზოჰრან მამდანი გახლავთ პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ მოდით გადავიტანოთ აქცენტი ეკონომიკურ საკითხებზე. ზოჰრან მამდანი არის პოლიტიკოსი, რომელიც არ შედის ამ კულტურულ ბრძოლაში, რომელიც მხოლოდ პოპულისტი არ არის, რომ აი ეს არ გადაგშია და წყურია, მარტო ამას კი არ ამბობს, აი კონკრეტული ხუთი ნაბიჯი აქვს გამოყოფილი, რომელთაც შეიძლება ნიუ-იორკელების ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდეს. და აი ამ ეკონომიკურ ველზე ბრძოლის გადმოტანა არ სურთ, არც თქვათ ლიბერალიზმის ნიშანსვეტად ქცეულ დემოკრატიულ ისტაბლიშმენტს და არც კონსერვატორ დონალდ ტრამპს და მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს. და აი სოციალისტებს, დემოკრატ სოციალისტებს სწორედ ეს მთავარი ამოცანა აქვთ, რომ ეკონომიკური პრობლემების საფუძველზე დაიწყონ ადამიანების მობილიზება. ცხადი ეს არ ნიშნავს, რომ კულტურულ საკითხებზე ზოჰრან მამდანის არ აქვს თავისი მკვეთრი პოზიცია, ის ძალიან აქტიურად მუშაობს ესპანურ, არაბულ, ჩინურ ენაზე, რომ ნიუ-იორკის შიგნით ემიგრანტების მხარდაჭერა მოიპოვოს, ხო? მაგრამ აი მთავარი ამოცანა სწორედ არის საუბარი ჩვენს ყოველდღიურობაზე, დიდი ქალაქების მაცხოვრებელთა ყოველდღიურობაზე და მათი ეკონომიკური ყოფის გაუმჯობესებაზე. და რაც მთავარია, ზოჰრან მამდანს გამოარჩევს ის, რომ იგი არ არის რადიკალი. თქვათ, მას დემოკრატიული პარტიის პრაიმერისში არც ერთმა დიდმა დემოკრატმა მხარი არ დაუჭერა, ხო? რა ვიცი, ჰაკიმ ჯეფრი, ჩაკ შუმერი, თვითონ ნიუ-იორკის გუბერნატორი, არავინ არ გამოსულათ პირველ ეტაპზე მის მხარდასაჭერად და მას, ასე ვთქვათ, ფეხების ბაკუნი და ბუტიაობა და ლანძღვაგინება არ დაუწყია, მას თავისი სწორება ჰქონდა ამ ეკონომიკურ საკითხებში და ნელ-ნელა არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ დემოკრატიული პარტიის ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელიც უკვე მის გვერდით არის და მას უჭერს მხარს. ანუ ეს არის ადამიანი, რომელსაც ასევე შეუძლია ნელ-ნელა თავისი გაკეთებული საქმით საერთო ენა გამონახოს დემოკრატიული პარტიის ყველა ფენასთან, ოღონდ რა თქმა უნდა დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს და ისეთი ლიბერალური და მემარჯვენე აღარ უნდა იყოს, როგორც უომოს და სხვებს სურს და ცოტა მემარცხენე აქცენტი უნდა აიღოს, ხო? და აი თუ ზოჰრან მამდანი გაიმარჯვებს და შესაბამისი შესაძლებლობები მიეცემა, ნამდვილად ჩნდება შანსი, რომ დემოკრატიული პარტია ამერიკაში გახდეს უფრო მეტად სოციალურად ორიენტირებული, უფრო მეტად მუშათა კლასზე ორიენტირებული და ამით მოახერხოს გარკვეული ცვლილებების შეტანა თვითონ შეერთებული შტატების პოლიტიკაში. ბევრი მამდანის ადარებს თვითონ ტრამპსაც, არა თავისი გარეგნობით ან დღის წესრიგით, არამედ ტაქტიკებით. ტაქტიკებითაც არა, აი თავისი სტატუსით, ხო? დონალდ ტრამპიც იყო აუტსაიდერი რესპუბლიკური პარტიის შიგნით, არ წარმოადგენდა ამ პარტიის ესტაბლიშმენტს, იყო ცალკე, მაგრამ აი ეს სახალხო მობილიზაციის ყვალობაზე მოახერხა პარტიის ლიდერად ქცევა და შემდეგ უკვე მოგეხსენებათ, სადაც არის, როგორც არის და რასაც აკეთებს, ხო, ბატონი ტრამპი. აი ამ გზას გადის ეხაც ბატონი მამდანი, მას შეუძლია, ასე ვთქვათ, სახალხო მობილიზაციის ყვალობაზე დემოკრატიულ პარტიაში წონასწორობა შეცვალოს და გზა გაუხსნას აი ამ სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას. მაგრამ ეს არის მხოლოდ პოზიტიური სცენარი. არსებობს ნეგატიური სცენარიც. კერძოდ, თქვენ მოგეხსენებათ, როგორი საზიზღარი კაცია ბატონი დონალდ ტრამპი. როგორი ცინიკური კაცია იგი, როგორია ძალაზე ორიენტირებულია, რამდენი პროვოკაციების მოწყობა უყვარს მას, როგორი თავის ნათქვამა. შესაბამისად, დონალდ ტრამპს შესწევს ძალა და ამით იმუქრება კიდეც, რომ უამრავ საშინელ წინაღობას შეუქმნის მამდანის როგორც მერს. და ეს დიდი ზარზეიმით არჩეული ქალაქის მერი, მემარცხენეების მსოფლიო იმედად გამოცხადებული კაცი შეიძლება საქმე-საქმეზე რომ იდგება, აღმოჩნდეს
გამოუვალ სიტუაციაში, ვერ იმოქმედოს, ვერ შეცლოს თავისი დაპირებების განხორციელება, მოექცეს ამ ისტებლიშმენტის ალყაში და შემდეგ ეს ისტებლიშმენტი იტყვის, რომ აჰა, თქვენი სოციალისტი ამ სოციალისტებს არაფერი არ შეუძლიათ, ვერაფერს ვერ მართავენ, მარტო კრიზისებს იწვევენ და ასე ვთქვათ, სოხრან მამდანის სახით შეიძლება საყოველთაო და განსაკუთრებული იმედგაცრუება დაემუქროთ მსოფლიოს ყველა კუთხეში მიმოფანტულ სოციალისტებსა და დემოკრატებს. მაგრამ მეგობრებო, ჩვენ ხომ გონიერი ადამიანები ვართ, ვიცით რომ სამწუხაროდ ყველა ის ოცნება და ფიქრი და პოლიტიკური მიზანი, რაც გვაქვს, ვერ ასრულდება ხოლმე, ასე არ არის მოწყობილი მსოფლიო, ძალიან დიდია წინააღმდეგობა მემარცხენე-თხის წესრიგის მიმართ, ამიტომ ალბათ უნდა ვიფიქროთ, რომ ბატონი მამდანი ყველა თავის მიზანს ვერ მიაღწევს, მაგრამ შეეცდება წინააღმდეგობა გაუწიოს ტრამპის საბოტაჟს და ერთ-ორ სოციალურ პრობლემას მაინც ახმოვხრის ნიუ-იორკში. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, მამდანი სერიოზული კანდიდატია, მამდანის არსებობა სერიოზული სიგნალია და ეს სიგნალი უნდა მიიღონ არა მხოლოდ უოლ-სტრიტზე და მანჰეტენზე მოკალათებულმა ჯგუფებმა, არამედ ეს სიგნალი უნდა მივიღოთ საქართველოშიც, რომ თუ ჩვენ გვინდა ისეთ შეშლილ ოლიგარქებთან ბრძოლა, როგორიც არის ტრამპი და ივანიშვილი, გამოსავალი არის არა ენდრიუ კუომო, ანუ რაღაცა ის, რა ქვია, ნაციონალები და გახარია და ხაზარაძე, არამედ გამოსავალი არის სოხრან მამდანი, ანუ დიდი მობილიზაცია სოციალური და ეკონომიკური პრობლემების კვალობაზე და საფუძველზე. ასე რომ, მიადევნეთ თვალი ნიუ-იორკის მერის არჩევნებს, რა იცით რა ხდება.